გესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. სრულიად მოსალოდნელი იყო ის, რაც მოხდა ფულებთან დაკავშირებით და რატომ შეუძლებელი ეს ახსნა, იმიტომ რომ ჩვენ რამოდენიმე თვის უკან ნახეთ ჟურნალისტური გამოძიება ამასთან დაკავშირებით. არა მარტო საქართველოში, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებში შემავალი მედია ჯგუფების მიერ საუბარი არის საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე, მაგრამ თავი რო დავანებოთ საგამოძიებო ჟურნალისტიკას, ამას არ ეკნობა ევროკავშირი ეკნობა იმ მონაცემებს, რაც მნიშვნელოვანი არის ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, იცით რომ სპეციალური კომისია ამასთან დაკავშირებით შექმნილი და თუ ვინმეს გონია რომ ვიღაცა განცხადების დონეზე ღებულობს გადაწყვეტილებას, ან რაღაც ინფორმაციის, ან რაღაც ჭორის დონეზე, ესე არ ხდება. ხდება მტკიცებულების დონეზე, ნათლად ჩანდა, რომ საქართველოსთან, როდესაც სანქციონირებული იყო ნავთობის გატანის თემა, არა 22 წლის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა და საკუთარ ასახული იყო ის, რომ ერთ-ერთი პუნქტი, როდესაც ხდებოდა გატანა ეს იყო კულევის ტერმინალი და აქ საუბარი არის დოკუმენტების შეცვლაზე, გარკვეული მიმართულების ყველაფერი ცნობილი იყო, რომ ხდება ეს ზღვაში ტანკერიდან გადალაგება გატანა და ერთი ქვეყნის და მეორე ქვეყნის სახელით მეორე ტანკერზე გადატანა ამ ნავთობის და მეორე გატანა, ბევრი ნიუანსები ხა ტექნიკურ პარებში ვარ ჩავიდე, ეს ყველაფერი მტკიცებულების დონეზე იყო მოპოვებული, ამიტომ გახდა დღეს წესრიგში სანქციონების თემა. აგრეთვე საუბარი არის იმაზე, რომ კულევის ტერმინალთან დაკავშირებით იკვეთება გარკვეული ჯგუფები, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვასთან, ეს უკვე ნათლად ამაზე არაერთხელ იყო თქმული. რა თქმა უნდა, ეს ტერმინალი გახდა თავიდან ბოლომდე ყურადღების ქვეშ. ხაზი მინდა გაუსვა, ეს არ ეხება მარტო ევროკავშირის ქვეყნებს, ეს ეხება იგივე შეერთებულ შტატების მხრიდან თუ გაიხსენებთ თქვენ, როდესაც ობრაინი მუშაობდა ამ მიმართულებით, რატახად უკვე კულევის თემა იქაც იყო წამოტივებული და ამაზე ღია მიდიოდა საუბარი. დღეს ეს 6 თვიანი ვადა არის ძალიან. თუმცა მაშინ მათ ჩაატარეს ექსპერტიზა და თქვენს რომ ხელშესახები ვერაფერი იპოვეს და ქართული ოცნებისთვის ეს გახდა პროპაგანდის ერთ-ერთი. იცით რა არის ორი მომენტი. თქვენ მინდა შეგახსენოთ, როდესაც ჩვენ სანქციებს არ მივიღეთ, გაჩნდა კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გამოყენებული იქნებოდა რაღაც ერეფნად. ამიტომ საბაჟოს კონტროლი იყო სრულიად მკაცრი, ჩვენი პარტნიორები მშვიდობენ, ამას მინდა ფახახაცხადი გაუსვა. ძალიან რთულად ხდებოდა რაღაცების გადატანა, მაგრამ რაც შეეხება კულებს, ძირითადი დასკვნები გაკეთდა იმ კუთხით, რომ ნავთობის რაოდენობის ზრდა. ეხლა ხო წარმოდგენილი რომ ვერ შეიძლება გადამუშავება ამდენი კულევის ტერმინალის მხრიდან, არ შეიძლება იქ ბევრი ნიუანსებია, სხვადასხვა ქვეყნებზეა საუბარი და სხვადასხვა ქვეყნის სახელით, პირობითად ყაზახეთის სახელით, ხდებოდა გარკვეული თვითონ ყაზახური ნავთობის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ იყო კულევში, როცა ნავთობის გადამუშავების სახელით საქართველოსთან გადიოდა ნავთობი იმპორტიორი ქვეყანა გავხდით. დიახ. ამიტომ ნათლად ჩანს, რომ ვერ შეძლო საქართველოს მხარემ თავის დროზე ხა ანდა კულევის ტერმინალმა თვითონაც მართლა წარმომადგენლობა ვერ შეძლო და დამტკიცება იმისა, როდესაც პირველად ეს თემა აიწია, რომ იქ რაღაცა შეიძლება ბევრი კითხვის ნიშანი ყოფილიყო და პასუხები გაეცემა ამ კითხვის ნიშნებზე და ამიტომაც მოხდა ეს. ეხლა მნიშვნელოვანი თემა რა ვიცი, გამოდია, იცით, 6 თვიანი ვადა რა. ეხლა უყურეთ, მინდა კიდე ცალკე ხაზი გაუსვა, რომ ფაქტურად საქართველოს ის ხელი დააფარეს ჩათვალოთ. რატო იცით, თავისუფლად შეიძლება ეს სანქციონებინათ ეხლა, მაგრამ 6 თვიანი ვიცეს, რომ ეს არ გაგრძელდეს და ეს შეჩერდა, ეს ნათელი არის უკვე. ეს კიდევ ერთხელ ანიშნავს თუ რაოდენად ანუ სანქციების ეფექტი იმდანაც მძიმე შეიძლება იყოს მთელი ქვეყნისთვის, ისინი ცდილობენ ახლა მათ შორის ივანიშვილიც დაიცვან ამ გადავადებით. იმიტომ რომ ივანიშვილი ეხმარება რუსული ომის მანქანას ფაქტია. უყურეთ, არა ივანიშვილზეა ლაპარაკი ქართულ სახელმწიფოზე. თქვენ ერთად წარმოიდგინეთ, თუ მტკიცებულების დონეზე წავიდა საუბარი და სრული დახურიშანა კულევის ტერმინალის, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები იქნება წარდგენილი, რაოდენ მძიმე დარტყმას მიიღებს საქართველოს. აი პირდაპირ ვიძახ, ხო? ეხლა ეს პრობლემაა ხელისუფლებასაც აკეთებს, მაგრამ ეს ეტაპი კიდევ ერთხელ მეანიშნებს იმას, რომ რაღაცნაირად ხელი დააფარეს საქართველოს, რომ ეს შეჩერდეს ან თუ არ შეჩერდა ფაქტურად დაიხურება. ხო, ჩემი ვარაუდით, რა თქმა უნდა, ეს არის პრევენცია, რომელიც შეაჩერებს ამას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, აი, ერთ მომენტს მინდა გავაკეთოთ გაუსვა ფაზი. გახსოვთ თქვენ, როდესაც ფარატინა ქაღალდს ეძახიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ევროპის საბჭოს რეზოლუციაში, ევროპარლამენტში. აი ამ ფარატინა ქაღალდში გავიხსენოთ, ხო ეწევა კულევის ტერმინალი.
აი ეს ფარატინის ქაღალდი შესაძ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ არის ეჭვები, რომ ნავთობზე მუშაობს და ეწერა. ეს ხო ფარატინა ქაღალდი იყო. მე მაშინ თქვენს მიღებული რეზოლუცია. დიახ, სწორად გახსოვთ. მე მაშინ თქვენს ეთერში თქვი ეს, რომ ეს ყველა ოჯახის ფარატინა ქაღალდია, ეს გახდება დოკუმენტი ჩვენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ევროკავშირის დოკუმენტი და ჩვენ ეს დოკუმენტი პირველი ეტაპი ამ დოკუმენტის ვიხილეთ, ხო, როდესაც საუბარი ექვსიან ვადაზე. დღეს მიღებული გადაწყვეტილების ნიველირებასაც ცდილობს ქართული ოცნება და ციტატას მოვიყვან ერთ-ერთი ქართული ოცნების ლიდერის ბრიფინგიდან ის ამბობს, რომ თუ შარზე არ არის ევროკავშირი და კიდევ არ დაიწყებს ხელების გადაგრეხვის პოლიტიკით საუბარს, ისინი არ მუშაობენ სანქცირებულ ნავთობზეო. თავად ყულევის დირექტორი ამბობს, რომ რაც დაკონტრაქტებული გვაქვს იმ ნავთობის გადამუშავებას დავასრულებთ და შევწყვეტ რუსულ ნავთობზე მუშაობას. იცით რა არის? უყურეთ, ყველაფერი ფარატინა ქაღალდია, ყველაფერი ეს ასე არ არის, მარტო ქართული ოცნება სწორი და დანარჩენი ყველა მწვანე არის. ყველა მნიშვნელობა არ აქვს, დააკვირდით ნებისმიერ მიდგომას იგივე ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საუბრობ რომ ეჭვები არის და ეს ეჭვები განმტკიცებული არის გარკვეული დოკუმენტაციით, იმიტომ მოყვა ეს თემა, არ დაგვაუწყდეს შეერთებული შტატების მიერ მიღებული დოკუმენტი რამოდენიმე დღის უკან, სადაც საუბარი არის, რომ დაიწყება შესწავლა მოქმედებაზე იგივე ჩინური დაზვერვის, რუსეთის მოქმედებების საქართველოს ხდებით. ესეც ფარატინა ქაღალდია რო იქით, ეს აცე რო შევადოთ. მაგრამ არ გვაინტერესებს, რომ ჯო ვილსონის ქაღალდია ამბობს. მოდით აი ამ ავტორიზაციის აქცეს გითხარით რამდენიმე სიტყვა და აუცილებლად მინდა ვისაუბროთ მთელი საქართველოს ჩაბნელებაზე, რომელიც ჩვენ გუშინ ვნახეთ 90-იანი წლების საუკეთესო ტრადიციებში, ერთი ნატურა არენთო, ჩემს ირგვლივ ყოველ შემთხვევაში და მთელი საქართველო გაითიშა ენერგომოწყვლადობაზე ვისაუბროთ აუცილებლად, მაგრამ მანამდე, რადგან თავად ახსენეთ, შეერთებულ შტატებში დამტკიცებული თავდაცვის ავტორიზაციის აქცე უნდა ვისაუბროთ. ეს არის კანონის ძალა მიიღო ამან და კანონის ფარგლებში იქნება დაწყებული მუშაობა მოკვლევასთან დაკავშირებით, იმ მიმართულებით, თუ როგორია გავლენები რუსული დაზვერვის, ან სხვა ქვეყნის დაზვერვის საქართველოს ტერიტორიაზე და თუ როგორ ხდება გარკვეული ხელშეწყობები და უკვე შემდგომ, როდესაც დაიდება გარკვეული ფაქტები და თუ დაიდება ეს ფაქტები, ამას ფარატინა ქაღალდს ვერ დაუძახებენ მარტივ მიზნის გამო. კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები ხდება საერთაშორისო გამოძიების საკითხი პირველ რიგში შეერთებულ შტატების, იმიტომ რომ აქ არის ცალსახად ხაზი გასმული იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, სადაც ეწვებიან საქართველოს მთავრობის მოქმედებებზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ შევხედავთ ოცნების პოზიციას, თუ ყველაფერი ფარატინა ქაღალდია, არაფერ ძალა არ აქვს, მარტო ისინი არიან მართალი და ამ შემთხვევაში ზიანდება ქვეყანა იმ თვალსაზრისით, რომ ერთ წუთს წარმოვიდგინოთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რამდენი წელი დაჭირდება იმ იმიჯის აღდგენას, რაც ქონდა ქართულ სახელმწიფოს, რამდენი დრო დაჭირდება მტკიცებას, რომ აი ასეთი არ გამეორდება, ხო ხდებით? ეგ არის დღეს თავარი პრობლემა და არა, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ კულების ტერმინალთან დაკავშირებით და თქვენ თვითონაც განცხადება მათ წარმომადგენლებს ნახეთ, რომ კონტრაქტებს დავასრულებთ და გავაჩერებთ, უკვე ეს ფაქტიურად აღიარების რაღაც მომენტი არის, რომელიც შეიძლება გახდეს გარკვეული ზეწოლის მომენტი. ეხლა ჩვენ ველოდებოდეთ იქნება შემდგომ მომენტებს, რაც აქტიდან გამომდინარე ხდება იმ მოკვლევასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება წარმოებული და ეს უკვე კანონის საფუძველზე იქნება წარმოებული და არა თქვა რაღაც განცხადებების დონეზე ვალდებულებით სისტემაში იქნება მუშაობა ამ მიმართულებით, რაც ნუ ახლა ქართულმა ოცნებამ და ხელისუფლებამ დასწრებული უნდა გააკეთოს, რომ რა რეჟიმში დარჩებიან ისინი, თქვა ფარატინა ქაღალდის დახოცვის ნიშანში თუ რაღაც ნაბიჯები გადავიდნენ. რაც შეეხება ენერგეტიკის თემას, ამას მინდა ხაზი გაუსვა. მე კარგად მესმის ეს მიმართულებები და რა მოხდა გუშინ? რატომ არის ჩვენი ენერგოსისტემა ასეთი მოწყვლადი? რაზე არის ეს ყველაფერი დამოკიდებული და ხომ არ იყო ეს გაფრთხილება თვითონ რუსეთის მხრიდან, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რომ პრაქტიკულად მიბმულია ენერგოუსაფრთხოება რუსეთთან დღეს საქართველოში. მე ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ თავ შევიკავებ, იმიტომ რომ მტკიცებულებები არ გამაჩნია, მაგრამ ეჭვის თვალსაზრისით გაგვიზიარეთ თქვენი ინფორმაცია. გამოვხატო ესა მე წავიდეთ რამოდენიმე განცხადება თითქოს და ენგური გესის რაღაც დაზიანების გამო, ენგური გესი არ ფარავს თიანად საქართველოს. არ ფარავს. აქედან გამომდინარე, იქ მოხდა რაღაც დაზიანება, პირობითად ლაპარაკობენ ტექნიკური რაღაც მომენტი, არ არის დაკავშირებული მთელ საქართველოს
გაჩერებასთან. და ემგურჰესე მე მგონი წყლის დონის ნაკლებობა მანამდეც იყო დაფიქსირებული და აფხაზეთში უკვე იყო ენერგოკრიზისი. მესმის, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით გუშინ ბატონ პაატა თურქეთის საზღვართანაც იყო რაღაცა ძალიან სერიოზული ავარია. ორივე ერთად რანაირად შეიძლება დაემთხვეს როგორც ენგური და თურქეთის საზღვართანაც იყო. ეს არის დაახლოებით რატოა საქართველოს საზღვართან ესა, იმიტომ რომ გარკვეული ელექტროენერგიის მიწოდება ხდება, იქ თქვენიც რომ იბირარდის ხაზები, იბირარდის მე გაკეთებული ხაზები არის ელექტრო, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით, ეხლა ტექნიკური მხარეებია, მაგრამ ჩემი ეჭვი არის რომ გუშინ იყო კიბერშეტევა. ეს იყო კიბერშეტევა, ეს არის ჩემი ეჭვი, კიდევ ერთხელ ლაპარაკობ. ყველა მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც რეჟიმში რაღაცეები გაიწესდა იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ თუ რა კრიზისი გამოიწვია ამ იმან არ ხდება ენერგოსისტემის ერთბაშად ჩამოშვა თელ საქართველოში და საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიებთან რომელიც 100 თუ ისეა მიბმულია საქართველოსთან ეს პრინციპულია აფხაზეთი 100 თუ ისე მიბმული არის თურქეთის ის საზღვართან საქართველოსთან რაღაც ნაწილში მიბმული არის ძალიან საინტერესო იყო ის ნაწილი რომელიც აფხაზეთიდან გადაინაცვლებოდა ფოჩის მიმართულებით იქაც მოხდა ჩაბნელება მე სპეციალურად რუკები ამოვიღე და ვნახე და ამიტომ მე მაქვს ეჭვი რომ ეს იყო რაღაც ახლა არ ვიცი ვისი რომელიც რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ვისი მხრიდან იქნებოდა ეს კიბერშეტევა რა თქვენი ინფორმაცია იცით რა არის ეხლა კიბერშეტევას ვერ განახორციელებდა თურქეთი და კიბერშეტევას ვერ განახორციელებდა შეერთებული შტატები მე ეჭვი მაქვს რომ ეს იყო რუსეთიდან ჩემი ეჭვია ამას ხაზი გავუსვა მიზანი ბევრი რაღაცა იცით რა უყურეთ თქვენ ნახეთ რაც ხდება ხო უყურეთ ძალიან საინტერესო მომენტები არის თქვა ელემენტარული ის რაც მოხდა კახეთში რაღაცა მოხდა, რაღაც ტექნიკური მომენტი, სადაც შელაპარაკება და თქვა რაღაც მომენტები და ამ ფონზე მთელი რუსული მედია, ახლა იქ ოპოზიციური მედია არ არსებობს. სახელმწიფო მედიამ სახელმწიფო მანქანა ამუშავა. ამის შემდგომ ჩვენ ხედავთ, რომ შაბათის მარშთან დაკავშირებით ვიღაცები მოდიან პროვოკაციას აწყობენ რაღაც ხელებს აჩვენებენ რუსეთის მოქალაქეები და იწვევენ პროვოკაციას. ჩვენ ხედავთ, რომ ციხესიმაგრეზე და ეკლესიის რაღაც შებრუჭვის მომენტები ჰქონდათ. ესე იგი ეს რაღაც არ ხდება ისე რომ თუ ეს არის და მე ეჭვი მაქვს, ეს არის დაგეგმილი. ამ დაგეგმულ რეჟიმში ჩვენ ხედავთ ჩორჩანის თემის წამოწევას. ჩვენ ხედავთ იგივე რომ პუტინი ის განმავლობაში კაცი რომელიც სამ სოფლიოსთან წყალებში ომობს სკინვალის რეგიონის სეპარატისტებს 20 ჯერ ხდება იმიტომ რომ რაღაცა მზადდება ჩვენ ხედავთ ამ ფონზე რომ მთელი ენერგოსისტემა ერთ დღეში ჩაბნელებული არის ეხლა ტექნიკურად ხაზურთან შეუძლებელი არის ეს კიბერშეტევის გარეშე ეს ჩემი ეჭვია პირდაპირ მინდა ხაზი გავუწევ იმიტომ რომ მე უყურებ იმ ჯაჭვს რა ჯაჭვითაც ვითარდება იმ ფონზე რაც უკრაინამ დამართა დღეს რუსეთს ხო მაგათ მათ ჭირდებათ რაღაც ნაბიჯები. ჩემი აზრით ეს არის ანექსიის მომენტები, რომელიც მზადდება და ამის ყველა წინაპირობა არის ამ მიმართულებით და დღეს ვიღაცეები ჩვენ ხო არ ვიცით რა ზეწოლის ქვეშ არის წყალებში საქართველოს მთავრობა, ხო? აი ეს სიჩუმის ფასი ჩვენ ვიძახით რომ სიჩუმეა, მაგრამ ეგ აშინებენ ამათ. ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. მით უმეტეს, როდესაც სუსმა დადო დოკუმენტი პირველად ქართული ოცნების მოღვაწეობის პერიოდში, სადაც პირდაპირ ჩაწერა, რომ მზადდება ანექსია და ამის ავტორი არის კირიენკო. ამ ფონზე ეს საბუთი წარდგენილი იქნა პარლამენტში, პარლამენტი, რომელიც განაგებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, დუმს. არანაირი განხილვა ამისი არ იყო, როდესაც სახელი და გვარია მითითებული ანექსიის ავტორიც. ამიტომ მე კითხვის ნიშნები მაქვს ნებისმიერ პროვოკაციასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ეს გავს ძალიან სცენარებს რასაც რუსული სპეცსამსახურები მუშაობენ, მახსენებს აფხაზეთს, როგორ მზადდებოდა შეტაკება აფხაზეთში, არ ბადარებთ, მაგრამ სახე მოქმედებების არეალი ერთი და იგივეა მათი პროვოკაციები და ეს მაძლევს იმ ეჭვის საფუძველს, რომ ეს გავდა კიბერშეტევას. ეხლა ალბათ გასცემენ, ეხლა თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ გადაამისამართოს და არ დაძაბოს სიტუაცია და თქვას რომ რაღაც ტექნიკური რაღაცეებია, მე ვფიქრობ რომ შეცდომას უჩვენებენ, ჯობია დააფიქსირონ პოზიცია, თუ ეს არის, იმიტომ რომ შეუძლებელია საქართველოს მთლიანი ჩაბნელება და მისი პერიმეტრზე ყოფი სხვა სახელმწიფოს რაიონები. შეუძლებელია, არა ტექნიკურად შეუძლებელია თუ ეს არ იყო კიბერშეტევა. გასაგებია, ძალიან საინტერესოა, რაც შეეხება ჩორჩანა საგუშაგო. ახსენეთ, თქვენ მოითხოვეს ჩორჩანა საგუშაგოს აღება, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, რას უკავშირდება? ესეც ნაწილი არის. უბრალოდ საუბარი თითქოს და ჩორჩანა საგუშაგოს დადგმამ გამოიწვია ეს ან პირიქით გაუარეს ან გაუმჯობესა. ამას არანაირი პრინციპული კავშირი მნიშვნელობა არ აქვს.
პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ რუსი იტყობს საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს საგუშაგოს აღებად. დამთავრდა. რაზეა საუბარი? ჩვენ ვაღია რეც სკინვალი? რას ვდაობთ ჩვენ? რა დაიკარგა, რა არ გამოიკარგა? რას ვდაობთ საერთოდ? საქართველოს ტერიტორიაზე ჩორჩანაში იქნება, სკინვალში იქნება, თუ სად იქნება, თუ ფსოუზე იქნება, ჩვენი ტერიტორია. რასაც გვინდა, სადაც გვინდა იქ ჩავდეთ. გეთახმებით. ეს სალაპარაკო თემა არ არის. დიდი მადლობა, უნდა დაგემშვიდობოთ ბატონ პაატა. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ და ბატონი შალვა